ნინო ლიპარტიასთან ერთად. საღამო მშვიდობისა. ეთერშია საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და რადიო კომერსანტის ერთობლივი პროექტი ბიზნესი და სამართალი. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო ლიპარტია გახლავართ, ადვოკატი. დღევანდელ გადაცემაში სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტის გამოწვევებზე ვისაუბრებთ. როგორია დღევანდელ პირობებში სამედიცინო დაწესებულების მართვა და რა ძირითადი გამოწვევები გააჩნია სამედიცინო დაწესებულებას საკუთარი საქმიანობის განხორციელების ეტაპზე. ამ და ბევრ სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ იმედის კლინიკის გენერალური დირექტორი ბატონი დავით ბუკა-კობეშავიძე. მოგესალმებით ბატონო დავით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისათვის, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისათვის. ძალიან მნიშვნელოვან და ბევრისთვის საინტერესო თემას უნდა შევეხოთ. სამედიცინო დაწესებულებას დღეს არაერთი პრობლემა და გამოწვევა უდგას და განსაკუთრებით ამ პრობლემების წარმოშობის და სხვადასხვა ეტაპზე განხორციელებული რეფორმების შედეგად არაერთი გამოწვევა დადგა დღის წესრიგში. აი დღევანდელ ეტაპზე რა არის ის ძირითადი პრობლემა და ძირითადი გამოწვევა, რომელსაც დაასახელებდით სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტის მართვის პროცესში? მოგესალმებით, ქალბატონ ნინო, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება თქვენ გადაცემაში მობრძანების. რაც შეეხება სამედიცინო მენეჯმენტის გამოწვევების პრობლემებს, ხოლმე მოდით შევეხოთ ყველაზე აქტუალურ თემას, რომელიც დაახლოებით 1 წელია, რაც ჩვენ სამედიცინო სფეროში დაიწყო. ეს გახლავთ DRG პროგრამაზე გადასვლა, მაგალითად სამეანო სტაციონარებს ვიძახი, ანუ სამშობიარო სახლებს, ხო, მანამდე ქირურგიაშიც მოქმედებდა. ცალსახად მინდა დავძინო, რომ ძალიან კარგი პროგრამა გახლავთ, ძალიან კარგია, როგორც პაციენტებისთვის განსაკუთრებით, მაგრამ ჩვენის აზრით დასახვეწია თვითონ ამ პროგრამის რაღაცა ნაწილი. დიახ, აი სანამ გადავალთ უშუალოდ დახვეწაზე და პრობლემებზე, რა არის გამოსწორებადი ჩვენი მსმენელისათვის მასიურად აღქმადი რომ გახდეს, რას გულისხმობს, რამოდენიმე სიტყვით რომ განგვიმარტოთ, რას გულისხმობს DRG პროგრამა. ეს გახლავთ, ასე ვთქვათ, უფრო ნათელი რომ მოვფინოთ DRG პროგრამას, უფასო მშობიარობის პროგრამა. ანუ სახელმწიფო დაფინანსებით, როდესაც მშობიარობენ ქალბატონები, ხო? ანუ უფასო. საკეისრო კვეთა მშობიარობა, დიახ, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ეს არის ცალსახად ძალიან კარგი პროექტი, ეროვნული პროექტი, მაგრამ რაღაცები დასახვეწია. ეს რაღაცები დასახვეწია, აი მაგალითად, ერთი რომ ავიღოთ, ხო? თქვენ ახლა თან ადვოკატი ბრძანდებით და მოგხსენებათ, აი მაგალითად ჩვენი აზრით, ექიმების აზრით და ადმინისტრაციის აზრით, პაციენტს უნდა მიეცეს საშუალება იმისა, რომ აირჩიოს მაგალითად VIP მომსახურება. მაგალითად აირჩიოს აყვანილი ექიმი. აირჩიოს თუნდაც წყალში მშობიარობის მეთოდი. ეს არჩევას რას ვიძახი? ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ასეა რომ ამის უფლება პაციენტს არ აქვს, თუ უნდა მაგალითად VIP პალატაში რომ მოთავსდეს პაციენტი, დაწვეს ასე ვთქვა და მიიღოს VIP სერვისი, ამისთვის უნდა გამოვიდეს პროგრამიდან, დატოვოს მთლიანად ერთჯერადად DRG პროგრამა და მთელი თანხების აკუმულირება თვითონ უნდა მოახდინოს თავისი ხარჯით. თუმცა სულ ბოლო შეხვედრაზე ჩვენ მინისტრთან, ასე ვთქვათ, ეს პროგრამა, შეგვპირდნენ ესე, რომ ეს პროგრამა დაიხვეწება. და ამის კი, იმიტომ რომ ჩვენი მინისტრი ეხლანდელი ამბობს, რომ ეს არის პაციენტის უფლებების დარღვევა, იმიტომ რომ ზღუდავს რაღაც მომენტში და აქედან გამომდინარე აპირებენ და ჯერჯერობით, სხვადასხვა გარემოებების და გამო მაგისთვის არავის არ ცალია სავარაუდოდ და ესეთი შეპირება, რომ ეს გადაიხედება და სავარაუდოდ ამის უფლება პაციენტს ექნება, დაფინანსებას არ დატოვებს, პლუს თან არ დაკარგავს სახელმწიფო დაფინანსებას. ანუ ეს არის საუბარი 1222 ლარზე, ეს ყველგან ასია საკეისრო და მშობიარობაც ფიზიოლოგიური და ამას უბრალოდ მერე დაემატება შიდა სტანდარტით გათვალისწინებული ის თანხა, რაც იქნება მაგალითად VIP პალატის. რომელსაც მერე პაციენტი თანაგადახდა დღევანდელი პირობებით რო შევაჯამოთ უსწორად გავიგეთ დღევანდელი პირობებით 1250 ლარის გადახდის ანუ სახელმწიფოს დაფინანსების შემთხვევაში პაციენტს ეზღუდება შესაძლებლობა არჩევანი ექიმი ან VIP მომსახურება ან ეზღუდება როგორ იცით ამ პროგრამის ის მიიღებს და ისარგებლობს ის რომ მე მინდა მაშინ შესაძლებლობა რომ თავად განსაზღვროს და აირჩიოს მთელი რიგი სერვისები გასაგებია ხომ და თქვენ ამ სერვისების ამ სისტემის ხარვეზებზე საუბრობთ
გეტყვით, რომ დიახ, აი ეს არ უბრალოდ გამოსასწორებელია ხა. ხარვეს დიდად ვერ ვიტყვი, უბრალოდ ჩვენ ფიქრობთ, თვითონ ადმინისტრაცია, კოლეგები, ექიმები, რომ გადასახედია ეს პროგრამა და ჩვენ როგორც ვიცით, ეს გადაიხედება. გასაგებია. ბატონო ბუკა, გადაცემაში რეკლამის დროა დაგვალოდეთ, ჩვენ ამოდენიმე წუთში დაგებრუნდებით. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. New Hospitals's ენდოსკოპიის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები მაღალ ტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით ატარებენ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურებს: გასტროსკოპიას, კოლონოსკოპიას, ბრონქოსკოპიას და ამიერკავკასიაში მხოლოდ New Hospitalsში. წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულარულ კვლევას. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2 190 190. მრავალპროფილური კლინიკა New Hospitalsი. კრწანისის ქუჩა ნომერი 12. ორბი ჯგუფი გთავაზობთ კომერციულ ფართებს ბათუმში უკვე აშენებულ 8 სხვადასხვა პროექტში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ან იქირავოთ კომერციული ფართები წამყვან ლოკაციებზე განთავსებულ პრემიუმ კლასის პროექტებში. კომერციული ფართები ორბი სიტიში. კომერციული ფართები ორბი ბიჩ თაუერში. კომერციული ფართები ორბი რეზიდენსში. კომერციული ფართები ორბი პლაზაში. კომერციული ფართები ორბი სიტაუერში. კომერციული ფართები ავანგარდ ბაი ორბიში. კომერციული ფართები კომფორტ ბაი ორბიში. კომერციული ფართები ავენიუ ბაი ორბიში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ან იქირავოთ კომერციული ფართები წამყვან ლოკაციებზე განთავსებულ პრემიუმ კლასის პროექტებში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 511 521 521 511 521 521 ან გვეწვევთ ვებგვერდზე orbi.g. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. დაგებრუნდით ეთერში და შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარია ბატონი დავით ბუკა-კობეშავიძე, იმედის კლინიკის გენერალური დირექტორი და დღეს საუბრობთ სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტის გამოწვევებზე. ბატონო ბუკა, გადაცემის პირველ ნაწილში საკმაოდ საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ და მართალი გითხრათ, თქვენ არ ახართ პირველი სტუმარი, ვინც ამ DRG-ის მეთოდის ხარვეზებსა და თავისუფლებას მიცემ ეს ტერმინი გამოვიყენო, პრობლემებზე საუბრობდა, იმიტომ რომ არაერთ სამედიცინო დაწესებულების მენეჯერს მაღალ თანამდებობის პირს დაუსახელებია, რომ DRG-ის პროგრამას აქვს სერიოზული გამოწვევები. და თქვენ ძალიან საინტერესო და ახსენით და ძალიან დეტალურად ახსენით ის ძირითადი გამოწვევები თუ ხარვეზები, რომელიც აქვს და ამასთანავე ისაუბრეთ, რომ თავად უფლებამოსილი პირი მინისტრი ხედავს, მან აღიარა, როგორც აღნიშნული საკითხთან დაკავშირებული ეს ხარვეზები და დაკვირდათ ვერბალურად ჯერჯერობით ამ საკითხის გამოსწორებაზე და იმედი ვიქონიოთ, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია, აქ შესაძლებელია და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ცალსახად იზღუდებოდეს პაციენტის არჩევანის თავისუფლება, მან გადაწყვეტილება თავად მიიღოს სამშობიარო რომელ დაწესებულებას მიმართავს და რა სამედიცინო სერვისს აირჩევს იმ სიკეთის გამოყენების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო მას ეგრეთ წოდებული ვაუჩერის ფარგლებში მას ანიჭებს. გასაგებია და ძალიან ვისურვებთ, რომ ეს ძალიან მოკლევადაში, თორემ მნიშვნელოვანია ეს სამედიცინო დაწესებულებისათვის და განსაკუთრებით სამშობიარო სახლებისათვის ამ პრობლემის დროული მოგვარება ნამდვილად მნიშვნელოვანია ისევე როგორც პაციენტებისათვის, ასევე სამედიცინო კლინიკებისათვის. აღნიშნული პროგრამის გარდა DRG მეთოდზე გასაგებია საუბარი, კიდევ დამატებით თანამედროვე გამოწვევები. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დღეს უდგა სამედიცინო დაწესებულებას დღის წესრიგში, ეს არის საკადრო დეფიციტი და განსაკუთრებით ექთნების დეფიციტი, იმიტომ რომ მე არ მეგულება სამედიცინო დაწესებულება, სადაც ექთნის დეფიციტი და თუმეტეს კვალიფიციური მუშა ხელს გულისხმობ ამ შემთხვევაში დასაქმებული საკითხი დღის წესრიგში არ იდგას. თქვენ როგორც კლინიკის, ერთ-ერთი მსხვილი კლინიკის მენეჯერი, გენერალური დირექტორი, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს საკადრო დეფიციტის საკითხი სამედიცინო დაწესებულებების დღის წესრიგში დგას თუ არა და როგორ ხედავთ ამ პრობლემის მომავალში გადაჭრის გზას? დიდი მადლობა, ხავტონინო, ძალიან კარგი შეკითხვა არის და ნამდვილად დღესდღეობით არა მარტო ჩვენი კლინიკა, ალბათ საერთოდ საქართველოს ყველა სამედიცინო დაწესებულება
დადგა აი ამ საკადრო პრობლემების წინაშე. განსაკუთრებით თქვენ როგორ ძანეთ, საშუალო მედპერსონალი, ექთნები განსაკუთრებით. და ბებია ქალები, სამშობიაროსული ბებია ქალები, რა თქმა უნდა, ძირითადი, ასე ვთქვათ, ნაწილი არის. საკმაოდ პრობლემურია, იმიტომ რომ გადინება ხდება ძალიან ჩვენი კადრების, აი მაგალითად გერმანიაში, იმიტომ რომ ძალიან მოსწონთ მე დავზენა ჩვენ როდესაც ავიღეთ ეს KTQ საერთაშორისო გერმანული სერტიფიკატი ჩვენმა კლინიკამ, აი მაშინაც კი ჩვენ გერმანელ კოლეგებთან ვსაუბრობდით, თვითონ გვეუბნებოდნენ რომ ძალიან კაი კადრები ყავთ ექთნები, ძალიან კარგად გადამზადებული და ანუ ასე ვთქვათ გაუხსნეს კარები და მიყავთ, იმიტომ რომ თვითონაც პრობლემა აქვს. ევროპაშიც პრობლემაა ექთნების პრობლემა და საშუალო მუშახელის აი ესეთი მაღალ პროფესიონალი მუშახელის როგორც ჩვენთან არის და ნუ მიყავთ რა იმიტომ რომ მათთვის ჩვენები იაფი მუშახელი არიან. ეხლა იქაური ხელფასი ჩვენსაც ვერ შეედრება რა თქმა უნდა იქაური, მაგრამ იქაური მომენტიდან გამომდინარე რა თქმა უნდა უფრო მაღალია ხელფასი და გადინება ძალიან დიდი და საერთოდ ეხლა მე რამდენადაც ვიცი აი საბებიო ასე ვთქვათ ფაკულტეტზე საფერშლო ერქვა რა ადრე არავის არის თვითონ ფაკულტეტი არის მაგრამ არავის აღარ უნდა ამას ამ პროფესიის დაუფლება განათლების მიღება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწეს არ არის უმაღლესი როგორც ვიცი არის პროფესიული საგანმანათლებლო ისევე როგორც საექთნო ჩემს ადრე იყო კოლეჯები ქალბატონინო აღარ არის ეხა არის უკვე სამეცნიერო და უნივერსიტეტებს და ინსტიტუტებს აქვს ეს აღებული მაგრამ ისე რომ მოთხოვნა აღარ არის რატომღაც არ ვიცი ანუ რაღაცნაირად აი ესე გონიათ რომ აი ბებიაქალობა რაღაცა ცუდ რაღაცნაირი აი თითქოს დაკნინებულია მეთქით მაგრამ თუმცა ჩვენ თვლით მეანები რომ ანუ კარგი ბებიაქალის გვერდზე დგომა მშობიარობა იქნება ეს მშობიარობაზე განსაკუთრებით ფიზიოლოგიურზე ეს ძირითადი ნაწილია იმისა რომ მშობიარობა ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობა ფიზიოლოგიურად მშობიარობა დამთავრდეს ისე როგორც უნდა დამთავრდეს რა თქმა უნდა გამოცდილი კადრი როცა არის აქვე დავამატებ იმას, რომ აი მეანობა გინეკოლოგიაში ცოტა აქაც შეგვექნა პრობლემა, აი ახალგაზრდა რეზიდენტი, მაგალითად მეან გინეკოლოგი ძალიან ცოტა მოდის. უკვე ექიმზე ვამბობ, ანუ მეან გინეკოლოგზე მაქვს მე საუბარი, არ ვიცი ხა. ჩვენთან მაგალითად ბავშვთა ქირურგიაც არის და ეს დარგი საერთოდ გვხვდება საქართველოში. ბავშვთა ქირურგია აი სულ ზღაფავს ასე ვთქვათ რა. არ ვიცი აღარ უნდათ სტუდენტებს იცით როგორ არის აი ძალიან ბევრი მათ შორის ჩემი სტუდენტებიც ვისაც ვეკითხები აი ძალიან ბევრი ძახის ვარ უბრალოდ დავამთავრებ და მე აი რაღაც ბიზნესში მივდივარ რაღაცა ხო ფარმაცევტულ კომპანიაში წავალ ვიმუშავებ მიმზიდველი აღარ არის უკვე ჩვენი სტუდენტებისთვის ატომღაც ექიმობა რაზეც მე ძალიან გული მწყდება იმიტომ რომ არ შეიძლება ახალგაზრდა თაობა არ ავსებდეს დღეახლანდელ ექიმს რა უნდა მოდიოდეს მზარდი თაობა და აუცილებლად უფრო მეტად დეფიციტი გახდება 10-15 წლის შემდგომ კიდევ უფრო ხა ჯერ არ იგრძნობა მაგრამ აი ახლა ჩვენ დავდექით იმის წინაშე რომ ექთანი და ბებიაქალი სანთლით საძებარები გახდნენ და თქვენ როგორც აი თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე აი მენეჯმენტის დიდი გამოცდილება გაქვთ და რას ხედავთ ამ ძირითად პრობლემის საფუძვლად ინტერესი არ არის ხო თითქოს ახლა მედიცინა და ამაზე ყოველდღე თანხმდებით რომ წლების განმავლობაში დაახლოებით რამოდენიმე ათეული წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროფესია იყო საქართველოში 90-იან 80-იან წლებში ყველაზე პრესტიჟული პროფესია იყო და ოცნებობდა ხალხი ჩაეცვა თეთრი ხალათი და გამختار იყო ექიმი დღეს ახლა კადრების დეფიციტზე გულის საუბრობ და ამავე დროს ისიც შენიშნეთ და დასძინეთ რომ თავად თქვენი სტუდენტები ყვებიან რომ ფარმაცევტულ დაწესებულებაში გააგრძელებს მუშაობას და ეს მისთვის უფრო მიმზიდველია ბიზნეს, გასაგებია ბიზნეს თუ ანუ არ ჩაიცვამს თეთრ ხალათს და ამ პროფესიულ საქმიანობას არ განახორციელებს. თქვენი დაკვირვებით და გამოცდილებით ამის უმთავრესი მიზეზი რა არის? დიდი მადლობა ამაზე ვაპირებდი ცოტა მოგვიანებით საუბარს, მაგრამ თქვენ დამასწარით. მოდით ახლა მე გავშლი იმ ამბავს, ანუ ექიმეობა რატო აღარ უნდათ, ხო? ძალიან ცუდი, ასე ვთქვათ, მოდაქვია ამას თუ რაღაცა ის შემოვიდა დღესდღეობით საქართველოში აი ამ სოციალურ ქსელებში ექიმების ნუ ლანძღვა გინება მარტო კრიტიკას ვერ ვიტყვი აი რასაც ვამბობ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იცით რა არის ახალგაზრდა ექიმი როცა ამას უყურებს რა რომ აი ექიმი აბსოლუტურად დაუცველი გახდა ამ ბოლო დროს რაღაც მომენტში და აი ვინც იცის, ვინც არ იცის, ყველაფერს ამ რა Facebook-ია თუ რა ქვია, სხვა სოციალურ ქსელებში
აქვეყნებს, აი საერთოდ შეიძლება ბოდიში არავის მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ, 2 კლასის განათლება არ ქონდეს, მაგრამ აი ვიღაცა ღვაწლმოსილ ექიმზე რომელსაც შეიძლება 1 გაურთულა სიტყვაზე შემთხვევა და 100 გადაარჩინა, აი ისეთი რაღაცები დაუწეროს, რომ საერთოდ იმ ექიმს აღარ უნდოდეს, აი არც მუშაობა, საერთოდ ეხლა ჩვენც ადამიანები ვართ, ექიმები კი ვართ, მაგრამ რკინის ნერვები ბოლომდე არა გვაქვს, ხო? ანუ შენთან მარტო რო რჩები, მე შენ შინაგანად ნერვიულობ რაღაცაზე, ხო? ოჯახია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. არც ერთ აქვე მინდა დავამატო, რომ არც ერთ ექიმს არ უხარია თავის პაციენტის უდატყოფნა. და არც ეს არ უნდა. და არც ეს რა თქმა უნდა არ უნდა. ეხლა ვინც ჭკუატყოფილია, ვინც ჭკუატყოფილი არ არის, ის რა თქმა უნდა ხალათი არ აწვია იმას. თვითონ ექიმის სამკურნალო. აი ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, ხომ ძირითადი ეს არ არის ბუნებრივი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, რომ რატომღაც ამ ბოლო დროს ცოტა დაუფასებლობა წამოვიდა ჩვენი ქართული ექიმების და უნდობლობა. თუმცა აქვე დავამატებ ჩემ ქალბატონ ნინო, რომ რაღაც მომენტში ხო ქართულ პაციენტსა და ქართულ ექიმს შორის ჩაინგრა კომუნიკაციის ხიდი. და ეს არის ძალიან ცუდი. ეს მე მინდოდა გამომეყო კომუნიკაციის პრობლემა კლინიკასა და კლინიკას არა, სამედიცინო მედიცინის მუშაკსა და პაციენტებს შორის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პაციენტი აღნიშნავს საუბრებში, კონსულტაციებსაც, დავისასთან, თუნდაც სოციალურ ქსელში, როდესაც სტატუსს წერს, მათი მთავარი გულისწყლომის ერთ-ერთი მიზეზი არის ის არასაკმარისი კომუნიკაცია. ყურადღება და ასე შემდეგ. ხო, არასაკმარისი კომუნიკაცია. ამასთანავე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ექიმების გადატვირთულობის საკითხი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში დაწესებულება ექიმი დასაქმებულია რამოდენიმე დაწესებულებაში და ბუნებრივია მუდმივი ცაიტნოტი აქვს დროის თვალსაზრისით და შესაძლებელია ვერ ან არ აქცევს სათანადო ყურადღებას და კომუნიკაცია არ აქვს ჯეროვანი. რამდენად მნიშვნელოვანია დღეს პაციენტსა და ექიმს შორის გამართული სწორი კომუნიკაცია და თქვენი მოსაზრებით ეს რისი პრევენციის მიზეზი შეიძლება გახდეს? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ძალიან აი იმას საუბრობ ქალბატონი, რასაც ვაპირებ ხოლმე, რომ გავშალო, იმიტომ რომ ეს თემა აი მე პირადად ძალიან მტკივა როგორც კლინიკის ხელმძღვანელს, თვითონ ექიმს, მოქმედ ექიმს ძალიან მტკივა, იმიტომ რომ აქ მოდი ისიც დავძინოთ, რომ ჩვენც ექიმებიც ვწოდავთ აი ხიდის ჯანგრევაში, ხა მარტო ის არ არის, აი პაციენტმა ცუდი დაწერა რაღაც. ჩვენც რაღაცებს ვწოდავთ, იმიტომ რომ ესე არ ხდება რა, რომ აი პაციენტი ყველაფერს იგორებს. პაციენტი შეიძლება 10-დან 2 მოიგონოს, მაგრამ 8 რაღაცა სიმართლეს წერს, ასე ვთქვა და სიმართლეს ეუნება. არ შეიძლება რომ აი ექიმა რაღაცა თითქოს აი გულის ყური არ დაუდოს, რაღაცა ისე არ მოусმინოს, აი ბოლომდე კომუნიკაციაში ვერ შევიდეს. აი თქვენ რომ ბრძანებთ რომ ბევრ კლინიკაში მუშაობს, ეს პაციენტის ბრალი სულ არ არის ის რომ მაგალითად 4 კლინიკაში მიდის, 5 კლინიკის მისი ბრალი არ არის და მას არ აინტერესებს პაციენტი. ჩვენ როგორც პაციენტები, აი მე როგორც პაციენტი, მე არ მაინტერესებს მაგალითად მე მოვდივარ ექიმთან და მე მინდა მივიღო ჯეროვანი მომსახურება, ხო? აი კითხები მაგ არ ვიცი, ექიმი არ ვარ, დილეტანტი ვარ ამ საქმეში და ვეკითხები რაღაცებს, ეხლა შენ თუ დაღლილი ხარ როგორც ექიმი, ხო? მაშინ კეთილინება და შვებულება აიღე, ან ნუ მოხვალ იმ დღეს სამსახურს და პაციენტს უნდა აიბარებ. ესეც არის. ანუ ეს ყველაფერზე უნდა საერთოდ ესე არ ხდება ხოლმე რა, აი ძალიან არ მიყვარს, ოდესაც ერთი მხარე თავის თავს საუბრობს და მეორე მხარეს პრობლემებს არ ამბობს რა. ეს აუცილებლად უნდა ითქვას. იმიტომ რომ აი მე ხო გეუბნები ჩემ სტუდენტებთან სულ მაგ ამაზე საუბარი, რომ პირველ რიგში არის პაციენტი, რომ შენ ის უნდა გიყვარდეს, იმის დრო უნდა გქონდეს, რაც უნდა შენ დაღლილი იყო, რაც უნდა შენ ცუდ ხასიათზე იყო, ოჯახში პრობლემები გქონდეს თუ რავი ნებისმიერ რაღაცა, ნებისმიერ პრობლემა, ეს უნდა აბსოლუტურად დაკეტო, როდესაც საკონსულტაციო ოთახში შედიხარ და შენ უნდა გადაიქცე პაციენტის ასე ვთქვათ, მესაიდუმლეთ უნდა გადაიქცე მის მეგობრად და შეიძლება საერთოდ რაღაცა ისეთზე გესაუბროს, აი საერთოდ არ გაინტერესებს მაგალითად ან შეხედულობაში არის აი საერთოდ აი ოჯახურ რაღაცაზე გესაუბრო, მაგრამ შენ ეს უნდა მოისმინე, რომ პაციენტს იმის შთაგონება მიცე, რომ შენ მისი გტკივა, შენ მისი ამბავი გაინტერესებს. ის კი არა რომ აუ ეს ეხლა ეს მესაუბრება მე აგერ გუში მთელი ღამე იმაში დაქვია, ბავშვარეძინა, არა ბავშვარეძინა სახში და ვერ დავიძინე. სიტყვა თუნდაც ოპერაციებზე იყავი და გამოხვედი და მე რა შენ ოპერაციაზე შედიხარ ეს მუნდირი იმიტომ გაცვია თეთრი ხალთი რომ შენ უნდა უნკურნალო და უნდა მოусმინო. აი ეს ხიდი ჩემი აზრით ეს ნენელა უკვე ვატყობ რომ უფრო გამოსწორებულია ვიდრე იყო უკეთესი ვითარებაა უფრო ვიდრე იყო თორე ბოლომდე არ გამოსწორებულა და ჩემი აზრით ვფიქრობ რომ ამ ხიდის აღდგენაში ხო როგორც ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი ექიმებმა ასევე პაციენტებმაც უნდა გადმოდგან ნაბიჯი ჩვენსკენ და უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს ქართული ექიმისადმი და არა ის რომ
აი ამ ექიმს არ ვენდობი გავდივარ თურქეთში. თურქეთს ძალიან კარგი მე ხა არავის არაფერს არ ვიძახი და არ ვაკნინებ რაღაც საერთაშორისო სკანდალს არ ვიწვევ, მაგრამ ძალიან კაი მენეჯმენტი აქვს რა. ჩადიხარ თურქეთში, დასცინიან ჩვენ ყვალწმოსილ ექიმებს, ეს რა გაუკეთებიათ, როგორ და იქ იგივეს უკეთებენ, როგორც შეპარულად და კოლოსალურ თანხებს ახდევინებენ ჩვენ პაციენტებს. ანუ ამის მაგალითებიც რა თქმა უნდა არის ამის მაგალითი, თუმცა ისიც არის, მე როგორც კი ორივე მხარე უნდა ვთქვათ, ხო, ისიც არის, რომ რაღაც შეცდომები დაუშვიათ ჩვენებს, საქართველოს ქართველ ექიმებს და იქ მართლა გამოჯანმრთელებულა პაციენტი. ესეც არის მიხვდით, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ სამედიცინო სფეროში და სამედიცინო დაწესებულებაში როგორც კარგი ხდება, ისე ცუდიც ხდება სამწუხაროდ. ანუ რთულდება პაციენტი, ლეტალური შემთხვევაც კი მოსულა, ასე ვთქვათ, საავადმყოფოში, იმიტომ არის კლინიკა, ხო, რომ რაღაცა რთული შემთხვევაა, შეიძლება ის გართულდეს და დაძლევულ იქნას, შეიძლება გართულდეს ისე შემთხვევა, რომ ელემენტარულად თავზევი ძალა არ იყოს და მე არ ვიძახი იმას, რომ რასაც ამბობენ ხოლმე, რომ აი არ მოგხედა მაგას არ ვიძახი, როდესაც ექიმი ყველაფერს აკეთებს, პატრონიც ამას ხედავს, თვითონ პაციენტს, მაგრამ ხდება რა ყველაფერი არ გამოდის, აი მედიცინაში ზუსტი მეცნიერება არ არის მედიცინა და ორჯერ ორი არასოდეს არ არის 4 სამწუხაროდ. და ამასთანავე ზუსტად ეგ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ თუნდაც სამედიცინო დავების ცენტრში მოგმართავენ კონსულტაციაზე, მე ყოველთვის უმარტავ პაციენტს, რომ ექიმი პასუხს აგებს შეცდომის შედეგად მიყენებულ ზიანზე და არა გართულებაზე. და არა თუნდაც მნიშვნელოვანია თუ ჩვენ ექიმს ვედავებით დავადასტუროთ, რომ ის ბრალეულად მოქმედებდა. აქ სახეზე იყო უხეში გაუფრთხილებლობა შეცდომა, რომელმაც შედეგი გამოიწვია, თორემ შესაძლებელია შედეგი ნეგატიური დადგა, მაგრამ აბსოლუტურად გამოირიცხოს ექიმის ბრალი, იმიტომ რომ თავად მოცემულობა ხშირ შემთხვევაში დაავადება ისეთია, რომ გამოსწორების მიუხედავად დიდი მცდელობისა შესაძლებელია ექიმამ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ შედეგი ვერ დადგა და ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია ექიმის პასუხისმგებლობა. ბატონო ბუკა, აუცილებლად უნდა გკითხოთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, აი თქვენ კომუნიკაციის სტანდარტები ახსენეთ და მის მნიშვნელობაზე გაუსვით ხაზი. ხაზი უნდა გაუსვა და აღვნიშნო, რომ იმედის კლინიკა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც სწორედ ეს პრობლემა დააიდენტიფიცირა და პაციენტის ომბუდსმენის პოზიცია 2012 წელს დიახ, თარიღი არ მახსოვდა სამწუხაროდ, ანუ ბევრად ადრე, იმიტომ რომ ეხა დღეს რამოდენიმე დაწესებულებაში პაციენტის საბჭოები შეიქმნა, რომელსაც ძირითადად იგივე მიზანი აქვს, ეს კომუნიკაციის აღმოფხვრა უდგას დღის წესრიგში, თუმცა იმედის კლინიკა იყო ერთ-ერთი პიონერი, ამ სიტყვას გამოვიყენებ, ვინც პაციენტის ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა. რა არის მისი ძირითადი და მუშაობს ეს დღეს დაწესებაში. მართალი ბრძანდებით 2012 წელს მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება, რომ მიგვიღო ასეთი მიგვიღოთ შეგვექმნა ასეთ სამსახური, რასაც ქვია პაციენტის ომბუდსმენი, რომელსაც 2012-დან დღემდე ხელმძღვანელობს ქალბატონი მეგი საჯაია, ჟურნალისტი, საკმაოდ ისეთი პირდაპირი ქალბატონი გახლავთ და რატომღაც ეგონათ ჩვენ პაციენტებს ეს რომ გავაკეთეთ, რომ ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ექიმები დაგვეცვა. არა. ეს ჩვენ გავაკეთეთ იმიტომ, რომ აი ზუსტად ის კომუნიკაციის რაღაცა მომენტი რომ ყოფილიყო, ხო, ანუ მეგი იყო ჩვენთან პაციენტის უფლებების დამცველი. მედიატორი არა, მაგრამ უშუალოდ პაციენტის უფლებების დამცველი და ძალიან ბევრჯერ ქალბატონ მეგის ისეთი საუბრები ქონია, ჩვენს გვაქვს ეს საბჭო, აი 2012 წლიდან ეს საბჭო ყოველ კვირეულად იკრიბება და იქვე ბრძანდებოდა ქალბატონ მეგი და ეხაც ბრძანდება, გადაუხვედა, ვიხუმრებ, რომ ძალიან გვეშინია, როცა ის მოდის. იმიტომ რომ ხო, იმ საბჭოზე მეგი თუ ხედავს პაციენტის ხმას. ქალბატონი მეგი თუ მოусვენ რაძის საბჭოზე, ესე იგი რაღაცა პრობლემა. ესე იგი რაღაცა გამოსასწორებელი და ხო, აი მეგის სამსახურით, ხო, ძალიან ბევრი რამ გამოსწორდა თუნდაც. აი მაგალითად რაღაც შენიშვნა ქონდა პაციენტს, ხო, აი ექიმისერიდება, შენარგეუბნება, ადმინისტრაციას არეუბნება. თუნდაც ადმინისტრაციულ საკითხთან, არა მარტო ექიმთან, არამედ ადმინისტრაციულ ლიფტი მაგალითად. დიახ, მაგასაც აი ადმინისტრაციული მომენტები, ეს ყველაფერი იყო აი ეს ომბუდსმენის სამსახური მუშაობდა და მუშაობს ეხლაც. გამოკითხვებით და ძალიან კარგად გამოკითხვები კი ტარდება, ჩვენთან არის თან ელექტრონული გამოკითხვების უფას, ანუ ინკოგნიტოა, იქ სახელგვარი არ იწერება და ძალიან ბევრი რამ, მაგას ჩვენ ძალიან ბევრჯერ მეგისთვის და მის სამსახურზე ძალიან ბევრჯერ მადლობა და დღესაც მადლობას ვუხდით, იმიტომ რომ ბევრი რამ გამოსწორდა, ბევრი რამ აი ესეთ გაუგებრობა მაგალითად პაციენტსა და ექიმს შორის აღმოიფხვრა ძალიან შვიდად და წყნარად. კომუნიკაციის ნაკლებობით კომუნიკაცია რომელიც იყო, აი ან ექიმს არის სმენდა მაგალითად
მასაც პაციენტი იზამდა, ან ვერ ისმენდა, ხო, არ ეცალა, ან არ იყო, ამ პაციენტს ერიდებოდა მასთან საუბარი. ასე რომ დიდი მადლობა მინდა კიდევ თქვენი ეთერიდან გავდო მისგან. გასაგებია, გადაცემაში რეკლამის დროა რამოდენიმე წუთში დაგებრუნდებით. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. მიიღე გარანტირებულად დაბალი ფასები მედიკამენტებზე PSP-ში ყოველ დღე. დამატებითი ფასდაკლება ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. ორბი ჯგუფი გთავაზობთ კომერციულ ფართებს ბათუმში უკვე აშენებულ 8 სხვადასხვა პროექტში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ანიქირაოთ კომერციული ფართები წამყვან ლოკაციებზე განთავსებულ პრემიუმ კლასის პროექტებში. კომერციული ფართები ორბი სიტიში. კომერციული ფართები ორბი ბიჩ თაუერში. კომერციული ფართები ორბი რეზიდენსში. კომერციული ფართები ორბი პლაზაში. კომერციული ფართები ორბი სიტაუერში. კომერციული ფართები ავანგარდ ბაი ორბიში. კომერციული ფართები კომფორტ ბაი ორბიში. კომერციული ფართები ავენიუ ბაი ორბიში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ან იქირაოთ კომერციული ფართები წამყვან ლოკაციებზე განთავსებულ პრემიუმ კლასის პროექტებში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 511 521 521 511 521 521 ან გვეწვევთ ვებგვერდზე orbi.g. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. გიბრუნდით ეთერში და შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარია ბატონი დავით ბუკა-კობიშავიძე, იმედის კლინიკის გენერალური დირექტორი, რომელიც დღეს სამედიცინო დაწესებულების გამოწვევებს, მენეჯმენტის გამოწვევებზე გვესაუბრება. ბატონო, დავითი, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ და უნდა გკითხოთ, გასულ წელს მნიშვნელოვანი რთული წელიწადი იყო, ანუ 2024 და 23-ც მნიშვნელოვანი წელიწადი იყო სამედიცინო დაწესებულებისათვის, იმიტომ რომ სახელმწიფოს მიერ თქვენ დაგევალათ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება და კონკრეტულად თქვენი არ, თქვენთვის არა, მაგრამ ბევრი კლინიკისათვის ეს ძალიან სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა. როგორ აფასებთ დღეს სახელმწიფოს ვალდებულებას დაავალოს კლინიკას საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭება და აი ამ აკრედიტაციის მიღების პროცესში რა ძირითადი პრობლემები დაიდენტიფიცირდა? დიდი მადლობა გავატონინო ასეთ შეკითხვისთვის. მართლაც 2023 წლიდან საიტნოტში ჩავარდით კლინიკები. 2 წელი იყო გარდამავალი როგორც მახსოვს 2025-ში წესით უნდა გქონოდა. მაგრამ დღესაც ისეა რომ კლინიკები ვერ გადიან რიგი პრობლემების და გამო უფრო ფინანსური პრობლემები აქვს წინა პლანზე წამოსული და როგორც ვიცი რაღაცა გადაუწიეს. ჩამოწ სამინისტრომ ვადა გადაუწია. რაც შეეხება თვითონ სერტიფიცირებას, ეს რამოდენიმე კომპანია იყო მოგხსენება შემოსული საერთაშორისო. ნუ ჩვენ მაგალითად გერმანული ავიღეთ რამოდენიმე კლინიკა. პირველები იყავით საქართველოში, ვინც გაიარა. ხო, ნუ თლად პირველები არა, მაგრამ რაღაც მაგ ჯგუფში ვიყავით კი ერთ-ერთ პირველებში. საკმაოდ რთული პროცესია თვითონ ეს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კანონმდებლობა, აი რასაც ჩვენ სამინისტრო გთხოვს, ხო, რა უნდა კონდეს სტანდარტები. თვითონაც ჩვენს ხო ყავს არა, კომისიები დადიან, აი რომელი დონე ხარ, ეს დონის კომისიას მონიჭება, ნოზოკომიური ინფექციები. ეს ყველაფერი ჩვენ სახელმწიფო ჩვენ გვამოწმობს, ასე ვთქვა და ჩვენ სტანდარტი გვაქვს. და აი საერთაშორისო აკრედიტაციამ, იცით რა გააკეთა, აი საერთოდ თავდაყირა დააყენა ყველაფერი, იმიტომ რომ აბსოლუტურად ჩვენ მაგალითად, აი ჩვენ კლინიკას მოუწია ყველაფრის აი გადაკეთება, ასე ვთქვათ, საერთაშორისო აკრედიტაციისთვის. ამაღლება სტანდარტის? სტანდარტის ამაღლება, კი ბატონო. და აი ამ სტანდარტის ამაღლებაში, იცით როგორ არის, ჩვენ ახლა ცალკე მდგომი შენობაა და უფრო ადვილად მოახერხეთ ამის გაკეთება. წარმოიდგინეთ კლინიკები, რომელიც ტექნიკურად გადაკეთებაც ტექნიკურადაც, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ გაგევლოს საერთაშორისო აკრედიტაცია. თორე ჩვენ ვაკმაყოფილებდით ჩვეულებრივად ჩვენს
ნორმებს, რაც უნდა იყოს. უნებრივი აბა საქმიანობის კვლევას საქმიანობის ლიცენზია მოგწეს, ხო? მაგრამ აი იმდენი რაღაც გადაკეთა ტექნიკურად, მატერიალურ, ტექნიკური ბაზა მთლიანად მოგვიწია რაღაცების შეცვლა. თვითონ მენეჯმენტში საკადრო ცვლილებები საკმაოდ დოკუმენტალურად, ეს არის კოლოსალური შრომა და აქედან კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ჩემი კლინიკის თითოეულ თანამშრომლებს ძალიან დიდი შრომა გაწიეს ამისთვის, რომ იმედის კლინიკას მიიღო ეს საერთაშორისო სერტიფიკატი. მაგრამ ძალიან ბევრი კლინიკა ვერ იღებს და აი იმის გამო რომ ვერ იღებს შეიძლება დაიხუროს კიდევაც, იმიტომ რომ არ აქვს ელემენტარულად აი ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აი მაგალითად წარმოიდგინეთ ძველი რკინიგზის საავადმყოფო ავიღოთ მაგალითად. ან რა ვიცი არამიანცის ნების აი ძველი. როდესაც აი ერთი ფლიგელი გაქვს აღებული, ხო? იჯარით არის, ნაყიდი გაქვს. აი იმის იმხელა კედლების გადაკეთება ძალიან ძნელია. აი უძნელესია, რაიონებში ძალიან დიდი პრობლემაა. არა და სავალდებულოა, ხო? სავალდებულოა ჯერჯერობით, კი ბატონო. სტანდარტებთან სავალდებულოა თან. გეტყვით რომ ავყურეთ 2023-ში ხო ავიღეთ მაგალითად ჩვენ. 2026-ში ისევ მიწევს და ასე. და ეს თითო ამისი გავლა ჯდება 40,000 ევრომდე და ხა 40,000 ევროს აი ეს მოსახურების საფასურში ხდით 40,000 ევროს? რომ მოვიდნენ და შეგამოწმონ და სტატუსი ხო რომ მოვიდნენ შეგამოწმონ მე ხა მოგცემენ თუ არ მოგცემენ ეგ უკვე შენზე სტატუსი მოგანიჭონ ანუ სტატუსი მოგანიჭონ და იქ კიდე რამხელა თანხები მიდის შესაბამისობაში მოყვანას რა მაინტერესებს ანუ ფინანსური რესურსის ნაკლებობა ახსენეთ თქვენ ერთ-ერთ წინაპირობა და ხელისშემშლო გარემოებად მათ შორის მოიაზრება თუნდაც ის ჰონორარის გადახდის ნაწილი და ასევე მოიაზრება ამაში ის საკითხი რომელიც ფინანსების ის ნაწილი რომელიც უნდა მიემართოს თუნდაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაცვლად, რომელიც მნიშვნელოვანია, ხო? და იცით რა მაინტერესებს? როდესაც ჩვენ გვყავს შიდა მარეგულირებელი, შიდა მაკონტროლებელი, რომელიც ძალიან საკმაოდ მაღალ სტანდარტს და საკმაოდ მაღალ ზედამხედველობის ნორმებს ითვალისწინებს. საკმაოდ, კი ბატონო. ხო. და ვიცით რომ მისი საქმიანობა ძალიან კაცრიც არის ხშირ შემთხვევაში და შეუსაბამოდაც მკაცრი ხშირ შემთხვევაში ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და მაქვს ამის გაჟღერების უფლებამოსილება. მაშინ რატო გახდა დღის წესრიგში რატომ დადგა საერთაშორისო აკრედიტაციის სავალდებულოდ არსებობა? აი ნამდვილად ამ კითხვაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ მე თვითონაც იგივე კითხვა დამებადა და არა მარტო მე თლიანად ექიმებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს, ანუ რაში გვჭირდებოდა ჩვენ მაგალითად გერმანული სერტიფიკატი, როცა საქართველოში ცხოვრობთ, ქართული მენტალიტეტი, მოგეხსენებათ კავკასიური მენტალიტეტი სხვა არის, გერმანელი სხვა არის, აი რატო სტანდარტიც აბსოლუტურად სხვა არის, ხო? და თვითონ გერმანელებიც, აი მე ჩვენ შემთხვევაში ვიძახი, თვითონ განცვიფრებულები იყვნენ თუ რაოდენ დალაგებული იყო კლინიკის, ასე ვთქვათ, მენეჯმენტი. და მატერიალურ-ტექნიკური კი რაღაცების გადაკეთება მოგვიწია, მაგრამ ძირეულის არაფრის რა, რაც ეხა გადაკეთება ალბათ იმისთვის, რომ შესაბამისობაში უბრალოდ შესაბამისობაში აი სტანდარტთან თორე ის კი არა, დიახ. იყო შესაბამისი რა თქმა უნდა. მაგას იძახდნენ თვითონ, რა რო ეს რომ მოგცეთ, ჩვენ ვიცით თქვენი კანონმდებლობა და ამ იმით ძალიან კარგია, მაგრამ აი ჩვენ რომ მოგცეთ ეს სერტიფიკატი, აი ეს უნდა გადაკეთდეს. აი ეს უნდა გააკეთდა ასე შემდეგ. ეს მე რატომღაც საკმაოდ რთული, აი 1 წლის 6 თვის შემდეგ ჩვენ რო დავიწყეთ 6 თვეში ავიღეთ სერტიფიკატი. და საკმაოდ ძნელია. 6 თვე თქვენ ძალიან სწრაფად აგიღეთ. საკმაოდ ძნელია აქ ვიძახი და გუნდი მუშაობდა, კი, მთელი კლინიკის გუნდი და მენეჯმენტის, აქ ძირითადად მენეჯმენტზეა საუბარი. აი ისინი სამკურნალო ნაწილს არ გადიან. აქ არის მენეჯმენტის საუბარი. მართვის ნაწილია, თუმცა მე აქვე დავამატებ, რომ ძალიან ბევრი რამ კარგი შევიძინეთ. კი შევიძინეთ ძალიან ბევრი კარგი რამ, მაგრამ მაინც ვთვლი რომ საქართველოში ცოტა ძნელია იმ სერტიფიკატი სტანდარტების დაცვა, თუნდაც პაციენტებიდან გამომდინარე. და რეგიონალურ დაწესებულებებს ალბათ ეს რეგიონალურ დაწესებულებებს ვიცი რომ ძალიან უჭირდა, იმიტომ გადაუწიეს ვადები, იმიტომ რეგიონალურ დაწესებულებას ვერ იღებენ. ახლა რეგიონები მოგეხსენებათ საავადმყოფოს გარეშე ვერ დარჩება, ხო, რეგიონები ვერ დარჩება და ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ გადაწიოს ვადები და მერე სავარაუდოდ ალბათ უნდა გადაიხედოს. ჩემი აზრით ეს უნდა გადაიხედოს. გასაგებია და კიდევ ერთი საკითხი, რაზედაც მინდა აუცილებლად საუბარი, ზედამხედველობის ნორმები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. და ამასთანავე ჩვენ ვახსენეთ, რომ ჩვენ გვაქვს გარდა საერთაშორისო სტანდარტისა, ეს ზედამხედველობის ნორმები და იმ განსაკუთრებით ყურადღება მინდა მივაქციო ინფექციათა კონტროლი და მართვა, რომელიც ცალკე შესაბამისი ჯგუფის მიერ ხორციელდება. თქვენ როგორც
ექიმი და მეორე მხრივ როგორც კლინიკის გენერალური დირექტორი და ტოპ მენეჯერი, აი რა გამოწვევებს ხედავთ აი ამ ნაწილში დღეს, როგორი წესის დაცვით, როგორ ხორციელდება აი სახელმწიფოზე დამხედველობა და განსაკუთრებით არა სამედიცინო საქმიანობის მიღმა, არამედ ადმინისტრაციული საქმიანობის და ფარგლებში, რომელიც საკმაოდ ხშირად სამინისტროთა შესაბამისი უწყების მიერ ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ. კი ბატონო, კეთილი. მოგეხსენებათ ნოზოკომიალური ინფექცია, საერთოდ, აი როდესაც თქვენ ბრძანებთ, ინფექციის კონტროლის სამსახური არსებობს, ხო, საერთოდ რეგულირება ცალკე ყავს. ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო მართვის პროცესში. საკმაოდ მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მარტო ჩვენი არა, საერთაშორისო პრობლემა გახლავთ ნოზოკომიალური ინფექცია. თუმცა აქვე მინდა დავამატო, რომ საკმაოდ კარგად არის გათვლილი ჩვენთან პროტოკოლი, გაიდლაინი ამ ინფექციური შიდა ჰოსპიტალურ ინფექციების მართვისა. მაგრამ იცით რა არის რომ აი მატერიალურ-ტექნიკური ბაზები ზოგი კლინიკისა ვერ უზრუნველყოფს, ვერ აკეთებს, ანუ ისე როგორც გთხოვენ, ასე ვთქვათ. სტანდარტი როგორც ითვალისწინებს. კი, როგორც ითვალისწინებს, მაგრამ ჩემი აზრით ამისი პრევენცია არის უფრო მეტად მობილიზებული კადრები, ვინც ამაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური სამსახურის მაღალ საფეხურზე დგომა. სავალდებულო და უცლებელია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენთან ყოველთვის ჩემ კლინიკაში ასე მაქვს აქტიური ჩართულობა. მათი არსებობა შეიძლება არსებობდეს, ნინო, მაგრამ აქტიური ჩართვა აი თუნდაც მენეჯმენტში. იმიტომ რომ აი ზუსტად ეს გერმანული სერტიფიკატი ერთ-ერთი განხრა იყო ნოზოკომიალური ინფექციების მართვა. სტაციონარში. არაერთი პაციენტი დღეს აღნიშნავს, რომ მისი ოჯახის წევრის ან თუნდაც მისი პირობების გართულება გამოიწვია არა შეცდომამ, არამედ კლინიკაში შეძენილმა. თუმცა აქვე დავამატებ, ნინო, რომ აი ზუსტად ნოზოკომიალური ინფექცია მხოლოდ და მხოლოდ ამის ეს არის საავადმყოფოში, ასე ვთქვათ, კლინიკებში. სხვაგან ასად არ მე უბრალოდ გვისმენს ხო რომ აუხსნა ეს არის კლინიკური, ხო, ეს არის კლინიკაში ხდება, ანუ შიდა ჰოსპიტალური ინფექცია რა ერთ-ერთი. და კიდევ ერთხელ ვამატებ რომ და დავძენ მთელი სოფლიო ებრძვის ნოზოკომიურ ინფექციას. მაგრამ განსაკუთრებით სადაც არის კლინიკებში, სადაც არის რეანიმაცია, აი იქ ფაქტიურად ნოზოკომიალური ინფექციის გარეშე არ ხდება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ანტიბიოტიკები გამოიმუშავებენ რეზისტენტობას ამა თუ იმ შტამთან დაკავშირებით და ანუ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, როდესაც ხანგრძლივად არის, დიახ. მე არის ამის კვლევა, ანუ რატომ გამოიშვა რეზიდენტა და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან ბევრია რომ თქვენი თქმის არ იყოს არა მარტო საქართველოში, მთლიანად ანუ ევროპაშიც და მსოფლიოშიც, რომ აი გართულება იყო, არა იმიტომ რომ იქიმა სიტყვაზე იქ რაღაცა დააბინძურა, ან შეცდა ან რაღაც ეს, აი ზუსტად ნოზოკომიალური ინფექცია, ჰოსპიტალური შტამი განუვითარდა და ამან შემდეგ გამოიწვია რაღაცა ლეტალური შედეგიც არსებობს. ანუ ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა და თუნდაც ეს გლობალური პრობლემაა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საკმაოდ კაცრია კონტროლი საკმაოდ და კაცრად რეგულირდება. ამიტომ ჩვენს თვლით აი ჩვენ მე მაგალითად ჩვენი კლინიკის მესვეურებით ჩვენს უყველა ვინც ვარ თვლით რომ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი, როდესაც შენს კლინიკაში მუშაობს საკმაოდ ძლიერი ეპიდემიოლოგიური გუნდი. და ეს აუცილებელია და სავალდებულო ხო არის, მაგრამ აუცილებელია. შეიძლება სავალდებულო და გაფორმებული ყავდეს ვიღაცა. არა, ჩართულობას გულისხმობს. ჩართულობა არის, აი ისეთ ყოველდღიური ჩართულობა ამასთან დაკავშირებით და ყოველდღიური ტრენინგები. იმიტომ რომ შეიძლება თანამშრომელთან ყოველდღიური ტრენინგები, ვინც ამ ჯგუფში მუშაობს. გასაგები. ძალიან დიდი მადლობა ბატონო. დიდი მადლობა თქვენ. შეგახსენებთ, რომ დღეს საუბრობდით სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტის გამოწვევებზე და დღევანდელი გადაცემის ჩვენი სტუმარი იყო ბატონი დავით ბუკა-კობეშავიძე, იმედის კლინიკის გენერალური დირექტორი. დაგვალოდეთ ჩვენ ყოველ ხუთშაბათს 19 საათსა და 10 წუთზე დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა, ნახვამდის. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად.